ყოველთვის პირდაპირ ეთერში და ვინ გვაკლია, აბა მეგობრებო, ვინ გვაკლია? ვისი დღე გვა? ვინ გვაკლია? ნეტა გვაკლია. აი მე ცოდნია, ჯაჯო. მე ხადახა გამონათებები მაქვს. დღეს ჯაჯოს სიზარია უხდა დალის უაუ, პოპლებიანი დალი, ნაცვალე როგორ. დალი, რასილამაზი. ამ დილით რომ გავიღვიძე შენს ვიდეოს უყურებდი და გავბედნიერდი. სიზმრა შარვალი უნახავს სიზმარში და ვიცი ხო ესე სიზმრებს ხედავს ხოლმე ავნეზე. ნავნის კარებში ვიდექი და შარვალი მეჭირა ხელს. და შარვალი თვითონ მოვიდა სტუდიაში. რა თემა მოგვიმზადე აბა დღეს და რა? დღეს მაგ ძალიან მაგარი თემა. იმიტომ რომ ყოველთვის დამეთახმები სალომე, შენც თინეიჯერის დედა ხარ. თუ შენ უკვე ცოტა უკვე ნანი ყოინე ხო თინეიჯერი. თინეიჯერის დედა. მე შვილიშვილები მყავს თინეიჯერი. შვილიშვილები ხო ხედავ? და მე ვარ ბედნიერი თინეიჯერი. დედა შვილი, როცა ხარ თვითონ ლამაზი და შვილი კიდევ უფრო ლამაზი რო ყავს და ყოველთვის არის დიდი ბრძოლა ოჯახში. და თავი და მithmeде სანამ გაერკვევიან რა სტილი უნდათ, როგორ უნდათ, რას ეძებენ, რა მოწონთ, რა არ მოწონთ და დღეს ყავს ულამაზესი ჩვენი მოდელი, ტელეწამყვანი ლალიტო ტიკაშვილი და მისი ქალიშვილი ნიტა ხუბულია. ნახეთ რა ლამაზები არიან. მოიცადე არ დაჯდე ჯერ უნდა გამოხვიდე. მოდელი ხარ რა შენი საქმე გაქვს. მოდი დამენახე. ნახე, აი რა ლუკი აურჩიეთ გუშინ ამ ორ ულამაზეს გოგოს. მიდი ეს. აი, ვაუ! დედა ბრაზილიაში მიდიხარ. გეუბნები ზაფხულია, კარგ ხასიათზე ვართ და საღამოს ხო გვინდა ლამაზად ვიყოთ და აი ესეთი რაღაცები გვაქვს, ესეთი არა, შეხედე. ამ ფეხსაცმელი ნახეთ, ან ყველაფერი, ნიტა რა ლამაზი ხარ დედიკა. მოდი ახლა დავკეთ და ვისაუბროთ ჩვენს საჭირბოროტო საკითხებზე. დედა ანხელაშვილი ასეთი ლამაზი. ესე იგი. არა, დედას დასაცხელებს კარადი და აი ახლა მომიწერდი და გეხვეწები. დედაშვილის ურთიერთობა. პირველი კითხვა, ლალი, როგორ უმკლავდები თინეიჯერი გოგოსთან, ასეთი ლამაზი გოგოსთან, შენი პროფესიაც რო უყვარს და თან რო მოდელობს, ვიცი? აი რა დღეში ხართ სახში მითხარი. ყველას ძალიან გვაინტერესებს. არ ვარ სულ დღეში. ფაქტობრივად, მაგრამ ასაცოლებთან დაკავშირებით მართლა სულ ჩემს გარდირობშია, სულ. რაღაცა მაქვს გამზადებული, მგონია რომ ახლა ეს უნდა ჩავიცვა, მივალ და არ არის სად იქნება ნიტასთან ოთახში. არა, რა თქმა უნდა, მართლა ძალიან მიხარია. არა, ცოტა ის არის, ცოტა რაღაცა დაგეგმილი რომ აქვს და უცებ აღარ მაქვს თურმე რომ აღმოჩნდება ხოლმე, მაგრამ იდეაში ძალიან მიხარია, რომ ერთი ზომაც ვართ ამასთან ერთად. მე მგონი ის უნდა გიხაროდეს რომ მოსწონს შენი სტილი და შენი აი ხო არა ახლა ერთი გვაქვს ყოველდღიური მართლა არ ყოფილა შემთხვევა რომ აი რაღაცა გაგიფუჭა ამ პირიქით კი ყოფილა კი ყოფილა რეაქცია რა ხდება მაგ დროს და არ მომკლავ ამ პრაქტიკა არ წაი ნერვიულობით შემოვდივარ ხოლმე სახში რომ ეხა რაღაცა ნუ არ ვიცი მაგრამ ერთ მეტყვის აი ხო გითხარიო რომ არ ჩაიცვალა და აიშო მე ამის სკოლაში განსაკუთრებით პასტებით და ფლომასტერებით მოხდა არ არის 21 საუკუნეში პრობლემა ირეცხება ყველა ალავი ცოტა სულათი ირეცხება თურმე 16 ის არის ჯერ დედა რომელ კლასში ხარ მე 11-ში გადავედი ახლა ნიტა ცირამიდა კითხო შენთვის ძალიან რთულია აი ეს პერიოდი ვიცი რომ ყოველთვის გარდატეხის პერიოდი ძალიან თინეიჯერობა ყოველთვის ძალიან რთული ასაკია მაგრამ აი როგორ ეძებ შენ სტილს აი აკეთებ თუ არა ექსპერიმენტებს აი ძალიან მაინტერესებს მეცადინეობ თუ არა სარკის წინ მე თქმა უნდა
აბა ეს არის სტილიზება, აბა. სარკისი, ნუ და იმეცადინო. რა უნდა ვიმეცადინო? რა უნდა ვიმეცადინო? მე მეცადინებას ვეძახი, ნახე როგორ არის. ნახე რა ხდება, ნანიკო, აგიხსნე კიდე. შენი სხეული ხო უნდა შეიყვარო ისეთი როგორიც არის. და ზუსტად იმეცადინე, რომელი ნაწილი უფრო მოგწონს შენი სხეულს, იმიტომ რომ არავინ არ ვართ იდეალურები. ნახე, უნდა. ვიცი რომ ლამაზი წელის ფორმა მაქვს და მიხდე ეს ვიცი. ხელი ფეხი სანამ გაიგებ, ეს შენიცი ახლა, მაგრამ ამას აქში ჯერ არ იცის, რა უნდა, რა მოწონს და როგორ არის. გალის რომ ურეკავდი ბავშვობაში, მეუბნებოდა მეცადინე. იმეცადინე. ნიდა, მეცადინე აქვს არკესტრი. ნუ აი სულ გასვლა გამოსვლაში ვარ და ოღონდ აი სანამ რო არ მივდივარ და მაინც ვიცმევ ყოველთვის და ვაწყობ ამ ფიტებს. განწყობას იმაღლებ, ხო სწორია. აი, ნახე. ამზადებ მომო რაც მოდის მაგრამ აჰა, ნუ მეცადინე. აბა, არ გადაიღალო მეცადინე. ბევრი არის მეცადინო ძაახტო. იცი რა მინდა კითხო, აი დედას ეკითხები რამეს, ოღონდ მაინც არ გინდა ისე როგორც დედას უნდა რა შვები. აი შიგაში მაინც ვიცმევ, აი რაღაცა თუ მითხრა რომ მომწონსო და რაღაცა რომ მაინც არ მომწონდეს მაინც ვიცმევ. მაინც თავისი არა, თვითვალისწინებ. მაინც თვითვალისწინებ. და მეც თვითვალისწინებ სხვათა შორის. ხო, იმიტომ რომ მე გეტყვით ეს რაღაცა. გუშინ რომ ვარჩევდით ეს ლუკებს ხოთა შორის ესე ნიტა მოგწონს შენ აუცილებლად ლალი მკითხა ნიტას რა და დაშორი რომ მიიღო და სხვათა შორის ეს რა კარგი რამეა რომ უნდოდა რომ ეთქვა რომ არა რომ თავისთვის არა ეს არის ძალიან კარგია როცა რაღაც შვილები ყავს თანატოლებებით აბა თავისი მეგობრები არიან ყოველთვის ვითვალისწინებ მის აზრს და მარტო მის მეგობრები თუ არიან რაღაცნაირად გამეკითხა ეს კარგია გოგოება რაღაც მინდა ხომ რომ მეც მათი ასაკის ვიყო რაღაცნაირად და კი და სასიამოვნოც არის აი მის მეგობრებიც აღწერა ხანდახან შემაქებრი ლალი რა ლამებიხitra და უკვე მიხარია იმიტომ რომ ხო რა ვიცი ეხლა ძალიან განსხვავებულიც არ გვაქვს და საერთოდ კომპლიმენტი მინდა გითხრათ რომ ეს არის აუცილებელი იმიტომ რომ კომპლიმენტი გმატებს თვით დაჯერებულობას და ეს ძალიან კარგია და არასოდეს არ უნდა დავიშუროთ ერთმანეთის მიმართ კომპლიმენტები, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგ ხასიათზე გვაყენებს. მithumetes ქალბატონებს, რატომ მამაკაცებსაც რო ეს კომპლიმენტი ადამიანს კმაყოფილია, შემდეგ ვინც თავად კომპლიმენტს გეუბნება, იმიტომ რომ მოდის მე შენიკან მეხურები კომპლიმენტი. ნიტა, რა მინდა გითხო? გადაწყვეტილი გაქვს რა პროფესიის უნდა იყო, რა სად უნდა ჩააბარო, იცი უკვე? ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ, მაგრამ ნუ დედა ჩემის ძალიან კარგი კარიერა მომწონს და მინდა რომ გავყვე. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი სიამოვნება. მაინც ჩაუბრალდა რეგულარის არაერთი პროფესია. კი. ახლა ეჩარია საერთოდ. ანუ რომელ პროფესიას მოდელობა? სამოდელო არის უფრო ალბათ ჰობის ნაწილში აქვს რა. და დანარჩენი? კიდე რა გინდა? ნუ არ იცის ჯერ ზუსტად არ არის ჩამოყალიბებული. ხო, პატარაა. მაგრამ უკვე დრო არა. არ გაგნახობ ჩუმად. კი რაღაცა ხოლმე მაგრამ მაინც მირჩენია ვეუბნები რომ აირჩი ესეთი პროფესია რომელიც არ იქნება რუტინა და გააკეთებს სიამოვნებით იმ საქმეს რასაც აირჩევდა და როცა გიყვარს შენი საქმე თან ეგ არის ყველაზე მაგარი ეს არის ყველაზე კარგი და ეს არის განიჭებს საოცარ სტიმულს და ხარსულას აღმა აღრთოვანებული ყოველი კარგი საქმის დაბოლოების დრო კი და ესე არიღნები რა რაღაცა არ ხარ უკმაყოფილო ხარ ბედნიერი იმ საქმით რომელიც გიყვარს რომც დაიღალო უკვე მაინც კარგი შეგრძნება იმიტომ რომ იმას აკეთებ რაც მოგწონს რა თქმა უნდა ხო და ეგ არის მნიშვნელოვანი და მაგას ვეუბნები რომ იფიქროს რა უნდა ესე იგი ოჯახში როგორი იდეალია ტრიალებს თუ მაგას რა ჯობია მაგას რაღაცა მოსხედა კი ძალიან თავარი ეგ არის
ნიტას მინდა ვთხოვო, რომ დედის ის გაიმეოროს, რა ქვია, პროფესია ხო თხა დედა არ შევაწუხე მეორედ გამოცვალზე, იმიტომ რომ დედა თქვა მე ჩემი უკვე ფენია საკმარისი. რა წვალი მიცვალა წამონიტა, სიხარულო, მინდა რომ შენახა ჩვენმა მაყურებელმა გნახოს სულ სხვანაირ ფორმაში, ზაფხულის ძალიან აბა გელოდები შენი სამოსი იქ არის საყვარელი რა გოგო მანამდე მეკითხა მე კიდე მინდა რაღაცები გაჩვენოთ რაღაც სიახლეები ნაბნეში რა გვაქვს და მოდი დავიწყოთ იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი უფრო მამაკაცის იმიტომ რომ სულ ყოველთვის მეუბნებიან ხოლმე რომ ძალიან დაჩაგრულები ვართო ჩვენ მამაკაცებს რატო არაფერს გვეუბნები ძიმა განსაკუთრებით აბა ძიმა როგორ აქვს დღეს მინდა გითხრათ რომ საოცარი განახლებაა კიდევ მამაკაცების იმიტომ რომ არის საზაფხულო აი ესეთი შორბი თავისი პერანგებით შეხედეთ რა ზაფხული მოდის ზღვის სეზონი იწყება არის კიდეც უკვე მე რომ მკითხო ზღვის სეზონი უბრალოდ ზღვაზე ძალიან ცივაჯერია ხო და რას ვიძახი რომ იმდენი კარგი არჩევანია ბოდიში აი ესეთი მაისურების და მოკლე შავლების რომ არ დამიჯერეთ, არ წააგებთ დროზე, თან ძალიან ბიუჯეტურ ფასად ყოველთვის გავმეორდები ნამნესთან დაკავშირებით. და არის კიდე ესეთი საზაფხულო, ეს მაგალითად ტილოა, შენ რო დაგესიზმრე შარვალია. და ნახეთ ლურჯი და ცისფერის ზოლების შეგვიძლია ერთნაირი პრინტი ერთად ჩავწეროთ. გონი ეგეც დაესიზმრა, იცი კარგი. და ძალიან მიყვარს მამაკაცებს აი ესეთი კარდიგანი პერანგი, აი ესეთი ჟაკეტი პერანგი. ეს არის კოტონი. ჟაკეტი, მოდი ჩვენ ესე ვიტყვი, ჟაკეტიც არ არის ქართული სიტყვა, მაგრამ ფრანგული სიტყვაა ჟაკეტი. აი ესეთი კოტონის, ესეთი ძალიან ელეგანტური, მეტად ლურჯთა. მე მიყვარს სხვადასხვანაირი ზოლების ერთად შეხამება და ყოველთვის ძალიან საინტერესო გამოდის. რაც შეეხება ქალბატონებს, თქვენ ნახეთ ჯერ ლალიზე რა ლამაზი ლუკი ავაწყოთ და ხა ნიტა შემოვა კიდე უფრო საზაფხულო, აი ესეთი ფრიალა კოტონის, აი ესეთი სარაფანები, აი ძალიან მომწონს და მინდა რომ თქვენც გქონდეთ. აი ნახეთ შავი საერთოდ არ მიყვარს ზაფხულში, მაგრამ მაინც ხანდახან და თვითონ შავი აცვია ოღონდ თან. მე ხოლმე სხვანაირად. ხუთი არ არის, მე მგონი ისეთი ამინდი. ბაიმე ჩემი გოგო შეხედე. რა ლამაზი ხარ. როგორ გახდება ეს სტილი? ნახეთ როგორ ისეთი კოტონის, ესეც ჯეიკრუსკაბა არის სხვათა შორის კოტონი. მე ძალიან ბევრი აი ესეთი თავსაბურავები, ესეთი ქუდები საზაფხულო და ესეთი ჩამთები გადაიტიდე მიდი, აი ნახე. ნახეთ როგორია. ნუ საზაფხულოდ, გინდათ ქუჩის სტილი იყოს, გინდათ ხართ დასასვენებად, არის ულამაზესი, აი არ ვიცი, ნახეთ, ფეხსაცმელიდან დაწყებული ყველაფერი, ძალიან ლამაზი ხარ. და შეხმარობ ხო ქუდებს კარგად. კი, შეიძლება რომ სხვანაირი ძალიან დაკაფარო. აი ძალიან. აი ნახეთ, აი ესეთი კეპი არის, მინდა აჩვენო. ნახეთ, აი ესეთი ნაქსოვი, თითქოს ჭილოფია, მაგრამ რაღაც საუბრობ ნაჭრია. აუ, რახე როგორ გიხდება? ნახე. აი ეს რა თქმა უნდა უფრო იმაზე, შორტებზე, შარვალზე, ჯინსებზე. ძალიან ლამაზი ხარ დიტო. და ნუ აი ნახეთ, ძალიან ბევრი არჩევანია. ნახეთ ესეთი ბალკი. ეგ მოუხდება ძალიან. დედა. კი, ნამდვილად ძალიან ხდება. ძალიან ლამაზი ხარ დიტა. და სხვათა შორის მამაკაცის მოდი დაიფარე. აუ, მე ძალიან მიყვარს მამაკაცის. აი მამაკაცის ეს ჭილოფის ეს კლასიკური. სოდეს აღურებია. რას ლაბარაკო? სერიოზულად. მოდი დაიხურე. ეს არ დაგესიზმრა? აუ როგორ გიხდება? ცოტა გიდელა თავია. გიხდები ეს ელეგანტური ეს კაცის ზაფხულის გადავიღე სურათი. ბიჭო პატარა გავსკოდი. არა მამ პატარა. მოიცა გადაგიგო. აბა ნიტა ვიცი რომ შენ გიყვარს ესეთი აი ნახეთ უმეტეს თინეიჯერებო ახალგაზრდა გოგოებო შეხედეთ როგორი ქვედაბოლო არის
მით უმეტეს საღამოს კლუბში. მანდაც უკვე ჩავეტენე მე. ჩაიტანე კრა არ ვიცი ორი დიდი გეკრებოდა. იცი რა არის აი ეს აუტლეტური სისტემის მაღაზია საერთოდ ეს აქვს რომ ზომები არა გვაქვს ესეთი ბევრი ასე რომ უნდა მოასწროთ და იმისი არ იყოს ლალი რომ მივედით რა რაღაცა რა ვიცი ვერაფერი ვერ მოძებნე მე დავაგიენე როგორც ყოველთვის და მე ვთხარი მოიცან აი ეს გაგიჟდა ზუსტად ნუ დაიხო მაშინ ესე გიხდა ჩამოიღო ესე ჩამოხსნა კიდე რა ქვია დამჭირდა კიდე მინდა გაჩვენოთ ძალიან მაგარი საბავშვო კოლექციის განახლება ნუ ისეთი საცურაო კოსტუმებია უბრალოდ აი მეც მინდა ასეთი საცურაო კოსტუმი ეს რა მე ხო მინდა რომ ყავდეს ახლა პატარა შვილი აი ასე გოგო დედარიანი კულტურა ეს საცურაო კოსტუმები აი არა ამას შეხედეთ რა აი ნუ ეგ ძალიან ცუდად ხდები ბავშვი საერთოდ სამოსე სულ ჩემი მეგობრო დავინახავ ხოლმე ჩემი მეგობრის შვილებისთვის მიმაქ ხოლმე ნახეთ ეს არის სპეციალურად რატომ არის ნახე ბავშვი რო არ დაიცვას და ძალიან კარგი ხარისხის ესეთი საცურაო კოსტუმი და აი ბიჭისთვის მაგალითად არა ხრები ხო ბავშვს რა ეწევათ პირდაპირ ხრები შორტები და ესეთი ეს ბავშვობა ვერ გავიგებდი რა იყო რა რასთან გვაქვს ნიტა წამოდი ხა და კიდე რაღაც კითხვები მაინტერესებს კიდე გამოსაცვლელად შეგა აბა საფხულს ადაპირებთ სადაც როგორ აპირებთ ერთად ისვენებთ ხოლმე ხო აი რა მაგარი კითხვა დაუსვენ მინდოდა ზუსტად ვისვენებთ ერთად ცალკეთ მიდის ხოლმე რაღაც ცოტა ხნით, მაგრამ თუმცა ზაფხულის დასვენება ერთად ზოგადად სულ ერთად ვისვენებთ. ხო აუცილებლად 9 საათზე სახლში იყავი. ზე მაქსიმუმ. აი და გაეცინა. რა თქმა უნდა. არა, პირიქით. რატომ და 9 საათზე სახლში ხარ? რომ მიდის დაბადების დღეზე 9 საათზე რატომ? პირიქით რა 12-მდე არ მოხვიდე. მაგრამ გავეუბნები. ლალი ხომ უნდა იცოდეს. არა, ეგ იცის. და ყოველთვის უნდა იყოს სულ ხალხზე. მაგრამ ეგ იცის, რომ აი რაც არ უნდა მოხდეს, ტელეფონზე უნდა მიპასუხოს. არა აქვს მნიშვნელობა. დირექტავს ხშირად. კაცრია აი კაცრი არ არის. არა ხა უნდა გამოდო. არა, მართლაც მართლა ერთხელ უნდა ვანერვიულო. ერთხელ უნდა ვანერვიულო. არ უნდა ავიღო ტელეფონი. აი მან უკვე არა ძალიან ცუდად ხდები. იცი რა მინდა კითხო? ტელეფონზე უნდა მიპასუხო. არა, ტელეფონზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა სამთხეთ არის, სხვა რამის კი არა, რაღაც რა ვიცი, ნუ მართლა სკროლით დადის და მართლა თუ აი ბულიმის ყდება და არც ვუყურებ რომ გადის სახლიდან გზაზე არ ვუყურებ. აი მინდა რომ ნახო როგორ მიდის. გინდა გაგახარო დირიცხვის ნახევარია და პოლიცია რეკავს ჩემს ტელეფონზე. რამდენიმე წლის წინ და ვიღებ ყურმილს და თქვენი შვილი ავტობუსში ასკდა სკროლითო. ვიდრე მივედი ავტობუსამდე ანუ არაფერი არ დაემართა არც ავტობუსს და არც მაგრამ მართლა ძალიან ხიფათია დედა მაინც დედა მოდი ვთქვათ ესე რაც არ უნდა გვიყვარდეს მოგწონდეს არის ჩვენს ცხოვრებაში მომენტები სადაც დედის გამოჩენა არაფრით არ მოგწონს გადგება ხოლმე თავზე სადმე ისეთ ადგილას სადაც ეხლა ესეთი დედა რო შემოვა როგორ არ მოწონს არ მოგწონს იმიტომ კი არა ცუდი დედა იქ არ არის ადგილი იმიტომ რომ მე იქ ჩემი რაღაცებით ვიმკვიდრებ თავს მოკლედ საჭიროა იქ ჩემი მარტო ყოფნა ყოფილა ისე რომ დედა დაგდგომია იქ სადაც არ უნდა მოსულიყო თუნდაც შემოწმების მიზნით არა ეგეთი შემთხვევა არასდროს იმიტომ რომ ზუსტად ვიცი სად არის ყოველთვის ვიცი აქ ნდობის ფაქტორიც არის რა თქმა უნდა და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად ვიცი თუ ნერვიულობ მხოლოდ იმაზე რომ აი რაღაცა სხვა ხიფათები გზა რაღაცა აი სხვა რაღაცებს თორე დანარჩენი ამის ამბავში ხო ან ნდობა გაქვს 100% გილოცავთ და საერთოდ რაც შეეხება აი ხა რაღაც ერთად გართობას ნიტას არ ვიცი მაგრამ ჩემი საბა სულ მეუბნებოდა ეს ბოლო პერიოდი რომ წამოდი რა გეხოცები ერთად კლუბში ერთად წავიდეთ სადმე რა და ხედა მეუბნები და შენი მეგობრები და მე რა ვიცი ეხლა მაგრამ ნუ კი ამის სურვილი
და ნუ არ აქვს მე მგონი პრობლემა. წავიდეთ გასართობა. ძალიან კარგი. ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი მშობლისთვის, როცა შენი შვილი გენდობა და შენ შვილს შენთან მეგობრობა უნდა. და ლალიკო, თქვენ ხართ ძალიან კარგი მაგალითი, აი ესეთი იდილის, ოჯახის, ესეთი ჰარმონიულობა, როგორც თქვენ შემოსვლით და თქვენ სტუმრობით ჩვენ ძალიან გაგვახარეთ და ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ და მოკეთ ნიტა გისურვებ წარმატებებს დედი და იყავი სულ წარმატებული ბედნიერი და ლაღი როგორც შენი დედიკო არის ისე მინდა რომ ესეთი ცხოვრება გქონდეს შენც ძალიან კარგი გოგო ხარ და ჩემი შვილის მეგობარი ხარ და ბევრი კარგი ამბავი ვიცი შენზე და თქვენს უკვე და ურთიერთობაზე და წარმატებ მე ბოდიშს მოგიხდით ორი სიტყვით უნდა ვთქვა ლალი არის იდეალური მეგობარი და საოცარი ადამიანი. ჩვენ ხვალამდე გეშტობთ. ნახვამდი დიდი მადლობა.